პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმებით საუდის არაბეთმა ფაქტობრივად მიიღო ბირთვული დაცვა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ნორმების დარღვევის გარეშე. ხოლო პაკისტანმა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ფინანსური პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებისა და ფინანსური შეზღუდვების დარღვევის გარეშე. აშკარაა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულხელთ დაკრეფილმა უყუროს. პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ხელშეკრულებიდან მალევე დონალდ ტრამპმა წამოჭრა საკითხი ავღანეთში მდებარე ბაგრამის სამხედრო ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. 2021 წელს ავღანეთიდან შეერთებული შტატების ძალების გამოყვანის შემდეგ ბაგრამის ბაზა თალიბანის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა, თუმცა ახლა შეერთებული შტატები მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული და როგორც ტრამპი აცხადებს, ცუდი ამბები დატრიალდება, თუ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონი ახლა შესაძლოა ეძებდეს გზებს, როგორ დაზვერვოს და გაანეიტრალოს პაკისტანიდან წამოსული შესაძლო საფრთხეები. თუმცა მანამდე პაკისტანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა 2025 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის დასრულებისათვის, ხოლო საუდის არაბეთმა 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაანონსა შეერთებულ შტატებში. პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმებით საუდის არაბეთმა ფაქტობრივად მიიღო ბირთვული დაცვა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ნორმების დარღვევის გარეშე. ხოლო პაკისტანმა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ფინანსური პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებისა და ფინანსური შეზღუდვების დარღვევის გარეშე. აშკარაა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულხელთ დაკრეფილმა უყუროს. პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო